რატომ ღირს პროდუქტები საქართველოში ძვირი, რა განაპირობებს პროდუქტების სიძვირეს და არსებობს თუ არა ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, რომელსაც ფასთა რეგულირება და პროდუქტების ხარისხის კონტროლი რეალურად ევალებათ. თემაზე სტუმართან ქუთაისის საკრებულოს წევრსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოს კობა გურულთან ერთად ვსაუბრობთ. საღამოშვიდობის ბატონო კობა, მადლობა რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი, მით უმეტეს ასეთ აქტუალურ თემაზე გვექნება დღეს საუბარი. გავრცელდა, მოდით აქედან დავიწყებ ინფორმაცია დღეს იმის თაობაზე, რომ თურმე საქართველოში საშუალო ხელფასი 2170 ლარამდე გაიზარდა და ეს რამდენად რეალური ციფრებია, მოდით ამაზე დღეს ალბათ არ გვექნება საუბარი, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ თუნდაც ამ ხელფასით კიდევაც რომ გქონდეს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს რეალურად 2170 ლარი ხელფასი, შესაძლებელია თუ არა ადამიანი გაუმკლავდეს იმ ფასებს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში და დავიწყოთ პროდუქტებით. ყველაფერი ძვირია საქართველოში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ადამიანის არსებობისთვის, ეს არის საკვები პროდუქტები და მე მაინტერესებს თქვენ როგორ თვლით, არის თუ არა საქართველოში საკვები პროდუქტები ძვირი და თუ არის ძვირი, რა განაპირობებს ამ პროდუქციის მაღალ ფასებს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისათვის. მოკლე კომენტარს გავაკეთებ, რაც შეეხება იმ ხელფასს საშუალოს 2170 ლარს. ჩვენ ეტაპობრივად ღებულობთ ნელა ფაქტობრივ გარემოებას და მოცემულობას, რომ ქვეყანაში რჩება ის ხალხი, ვინც დასაქმებული არის ხელისუფლების სატელიტ ეგრეთ წოდებულ სამსახურებში, სიპებში, აიპებში და ამ შემდეგ ამას ზრდიან საბიუჯეტო ორგანიზაციებში და აქ არის დალაგებული ვთქვათ თანამდებობის მიხედვით და პირობითად არითმეტიკულად მარტივად ითვლება ეს საკითხი, როდესაც ვიღაცა კონკრეტული სამსახურის ხელმძღვანელის ხელფასი აქვს 5000 ლარი, ხოლო ვიღაცას 350 ლარი 350 5000 პლუს 350 გაყოფილი 2-ზე და ესეც შენი საშუალო ხელფასი. ამ დროს რეალობაში სულ სხვა სიტუაცია გვაქვს, გავიდეთ ხო რა სამუშაო შესრულება უწევს პირობითად კლინიკებში სანიტრებს, პირობითად მედდებს და რომელთა დეფიციტსაც უკვე განიცდის ქვეყანა. ფაქტი არის, რომ ძალიან ცუდი სიტუაციაა, მართლაც კადრები უკვე დეფიციტის ქვეშ არის და ვნახოთ იმას, მოვკითხოთ ერთი როგორი არის მათი ხელფასი და 700-600 კარგ შემთხვევაში 800 ლარს რომ არცლდება და ამათი საშუალო ეს არის სუფთა ციფრები. საოპერაციოს მედდებს ხებს არ აქვს ბატონობა ამ ხელფასზე. კი ბატონო და ეს მანიპულირება ამ ციფრებით ეს არის სუფთად იმისი, რომ იმ თავიანთ ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ ამომრჩეველი რო ქვია, რომ მოაჩვენონ, რომ თურმე რეალურად ეკონომიკური აღმავლობა აი როგორი გვაქვს და რა ხდება და როგორი არის და რეალობა სულ სხვა სურათი არის. ყველაზე მარტივი სურათი თუ გინდათ ადამიანებმა ვნახოთ, ჩვენ თვითონ კომუნიკაცია გვაქვს ახლა ნაცნობები გვყავს მეზობლები მეგობრები და მათ ვკითხოთ რა ხდება. გამოკითხული 10 ადამიანი და რას გვეტყვიან და ეს არის რეალური სურათი და არა ის რომ რაღაც კვლევა ტარდება დაკვეთით, იმ დაკვეთით რომ მივიღოთ ის სურათი, რა სურათი ჭირდება იმ სიტუაციაში ხელისუფლებას რა სიტუაციას დღეს აგვაქვს. პროდუქტებთან დაკავშირებით მინდა თქვენი აზრი გამიზიაროთ. თითოეულ ჩვენთაგანი დავდივართ ბაზარში, დავდივართ ამ ქსელურ მარკეტებში, რომლებიც ძალიან მოგვიმრავლდა და ფასები მინდა შეაფასოთ. არის თუ არა საქართველოში პროდუქცია ძვირი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი თავად დადის უცხოეთში, ძალიან ბევრი მათგანი მუშაობს, ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია და ყველა აღნიშნავს, რომ უცხოეთშიც კი იმ ხელფასი არ ღირს საკვები პროდუქტი, რამდენიც საქართველოში. გაცილებით განვითარებულ და მაღალ ხელფასიან ქვეყნებში. კი ბატონო, ადამიანებს მართლაც აინტერესებს, ალბათ ამ უნდა ეს შეკითხვაზე პასუხი, რა ხდება, რატომ არის ჩვენთან უფრო ძვირი დავუშვათ სურსათი, ვიდრე დავუშვათ ჰოლანდიაში, ვიდრე დავუშვათ ფინეთში და ასე შემდეგ განვითარებულ ქვეყნებში. იგივე საბერძნეთსა და იტალიაში, სადაც ძალიან მრავლად ვართ წარმოდგენილი ქართველები. მაშინ, როდესაც ბერძენი პენსიონერი ინახავს ქუთაისის ერთ ოჯახს და ამ დროს იქ უფრო იაფია პროდუქტი იმ პენსიის და იმ შემოსავლის ფონზე, ვიდრე აქ და რა გჭირს ეს რა თავია დამარხული რა არის და მე როგორც იცით ახლა პოლიტიკაში დიდი ხანია მანდამაინც არა ვარ, მოვდივარ ბიზნესიდან, ვიცი რაც ხდება, ეს პროცესები განსაკუთრებით ბოლო 5 წელიწადში გააქტიურდა და რასთან გვაქვს საქმე. მე თვალსაჩინოებისათვის, რომ მაყურებელმა თვალის წინ იყო იხილოს ციფრები, გავამარტივე ამოცანა და დავიყვანე გამარტივების 1, 4, 3 კლასის დონეზე, მათემატიკურზე, რომ გავიგოთ რა ხდება
და მინდა ახლა კარგად ავხსნა ეს ყველაფერი. ჩვენ როგორც ვიცით დღესდღეობით ფაქტურად ავიღოთ ჩვენი ქალაქის მაგალითზე, ნელა-ნელა თვალსაწერიდან ხრება ეგრეთ წოდებული აი კერძო მარკეტები, ერთი მფლობელი, ერთი მარკეტი რომ მქონდა ოჯახში, რომ ედგა დაუშვათ იქ პირობითად რაღაც კონსტრუქცია ჯიხურის ეგრეთ წოდებული ან შენობა სტაციონარული, ესენი ნელა-ნელა უკვე ხრებიან და სრულად ჩაყლაპა ქალაქი და მთელი ქვეყანა ქსელურმა მარკეტებმა, ისეთები როგორიც არის პარი, მაგნიტი, ორი ნაბიჯი, დეილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა მე გავაკეთე მარტივი არითმეტიკული გათვლა, პირობითად ავიღოთ მაკარონი. მოდით ახლა უფრო კარგად რო ახსნათ ფეხს ჩავდგები რომ მაყურებელს. ჩვენ ვთხოვოთ ოპერატორს, რომელიც უფრო ახლოს დაანახებს ამ ციფრებს ჩვენს მაყურებელს. პროდუქცია მოგეხსენებათ, რასაც ჩვენ ვიზენთ არსებობისათვის და გვჭირდება, ეს ან იქმნება ადგილზე, უმეტეს შემთხვევაში იმპორტირებული არის, ჩვენ ძალიან მცირე გვაქვს წარმოება და პირობითად დავუშვათ, განვიხილოთ ადგილზე შექმნილი, არა აქვს მნიშვნელობა ის. კი ბატონო, გისმენთ. ავიღოთ დავუშვათ მაკარონი. ნუ ყველაზე ესეთი პროდუქტი, რომელიც ყველაზე ასე ვთქვათ, მოხმარებადი არის და არის ფუფუნების ესეთი საკვები, ხო? ავიღოთ რა? თქვენ, მაგალითად, ალბათონი თამარი, ბრძანდებით მაკარონის ფაბრიკის მფლობელი. თქვენ გათვლა გააკეთეთ. პირობითად გეუბნებით, რომ გაიგოს მაყურებელმა, თქვენ გააკეთეთ ეკონომიკური გაანგარიშება, ერთი მაკარონის დამზადების თვითღირებულება გიჯდებათ 3 ლარი. რას ნიშნავს თვითღირებულება? თვითღირებულებაში ეს არის ნედლეული, რომელიც უნდა შეიძინოთ მისაწარმოებლად, ჩადებული სახელფასო რაც ხელფასი წარმოებისათვის გვჭირდება სპეციალისტები და საქმრობლები ვინც აქვს, კომუნალური ხარჯები იმას ჭირდება, ელექტროენერგია იმას ჭირდება, გაზი და იმაში ყველაფერი ღირებულება შედებული და თვითღირებულება. ანუ რაც დაჯდა უხეშად რო თქვა პროდუქციის წარმოება, ავიღოთ მაკარონი. კი ბატონო, ერთი შეკვრა მაკარონი. ერთი შეკვრა მაკარონი. ავიღოთ ერთი ცალი მაკარონი დავუშვათ და 3 ლარი. ეხლა ეს არის ის ღირებულება, რომელშიც ამან ხარჯები გაწია და ჩადო. ეხლა საწარმოომ ხომ უნდა იმუშაოს რაღაც მოგებაზე, ხო? მოგებაზე რომ იმუშაოს, ოღონდ ერთი რამე, ამაში ხელფასებით ჩადებული, ანუ ხელფასი პირობითად ახლა კომპანიას უნდა დარჩეს საწარმოს მოგება. პირობითად ავიღოთ, რომ ფასნამატი 30% უნდა დაამატოს მე საკუთრე ქარხნის თუ ფაბრიკის და ამან შეიძლება გასცეს 30%-ის დამატებით 3 ლარში და 91-ში. ეხლა დგას ფაქტობრივი მოცემულობის და გარემოების წინაშე. სად უნდა გაყიდოს? გამოვიდა და საცალო გაყიდვის ობიექტები, რაც ჩამოთვალეთ ქსელულები, დაიწყო მათთან მოლაპარაკება. აი აქ ხდება მთელი უბედურება, რაც ხდება. ესენი აყენებენ კაბალურ პირობებს. რაში გამოიხატება ეს კაბალური პირობები? სადაც უნდა განთავსდეს პროდუქცია, პირობითად თარო, რომელზედაც ამან უნდა გაათავსოს მწარმოებელმა, ეს თარო ამან უნდა იყიდოს 1 წლით. ფასები შეიძლება იწყებოდეს 5, 4, 6, 7 და 10000 ლარამდე 1 წლით. ადგილი 1 მეტრო. ერთჯერადად იხდის, თქვათ 10000 ლარს. ეს კარგი. რაც არის. ახ არაშია საქმე. ხელშეკრულებაში გაწერილი არის cashback-ის პირობა. რას ნიშნავს cashback-ი? დავიწყოთ ახლა. თუ ეს გაუყიდის მარკეტი, ქსელური მარკეტი, თქვათ 100000 ლარის პროდუქციას თვეში და ჩაურიცხავს პროდუქციის ღირებულებას, წარმოებელმა უკან უნდა დაუბრუნოს 4000 ლარი. მაღაზიას. ბოდიში 40000 ლარი. 40%. ხვდებით რას განაგვაქვს საქმე? cashback-ები აწიეს 35, 40 და ზოგიერთ პროდუქციაზე 50%-ზე. ანუ ეხლა მოდი გადავიდეთ არითმეტიკაზე. ლეგალურად ხდება ეს? ლეგალურად ხდება. ჩვენ კერძო, ანუ კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკა ჩვენ გვიშვებს, რომ მე და თქვენ როცა ორი კომერციული იურიდიული სუბიექტი ვართ, ჩვენ მოვილაპარაკოთ საბაზრო ეკონომიკისა და იმ პრინციპის ფარგლებში, რაც მისაღებია ჩვენთვის, მაგრამ გავაჩეროთ 3 წერტილი და მაგრამზე შემდეგ გადავიდეთ, როცა ავხსნი. რა სიტუაცია გვაქვს ამ შემთხვევაში? cashback-ი რომ ამან უკან დაუბრუნოს 40%, ეხლა ნახეთ სად მივდივართ. ვინც ახლა მიყურებს და მისმენს და მარტივად არითმეტიკულად ერთი რაღაცა უთხრა, ლარს რო დავამატოთ, ან ერთს რო დავამატოთ 20%, მივიღებთ 1/20. მაგრამ თუ 1/20 ვაკლებთ უკან 20%, 1/20 აღარ არის. 94%-ს ჩამოდიხარ. აი აქ არის მათემატიკური ეშმაკობა ჩადებული. cashback-ი რო დაუბრუნოს უკან 40%, ეს უნდა აწიოს იმ ფასამდე მწარმოებელმა, რომ 3 და 80 ვეღარ ჩამოწდეს უკან, ანუ ნამატი უკვე 40 კი არ არის, 66.5%-ია. ესე იგი 6 და 50-ში უნდა მიაწოდოს
რადგანაც ეს რომ გადაუხთის 6.50-ს, ნახეთ უკან წავედით, ამან 40% რო დაუბრუნოს 6.50-დან, ეს ფასი ამასა და ამას შორის სხვაობა უკვე უკან დაბეგრილი გამოდის 40%. მაშასადამე 6.50 გახდა ის პირველი ფასი, რაც იძულებული არის მწარმოებელმა ფაბრიკამ მიაწოდოს ამ ქსელურ მარკეტს პროდუქცია. ანუ ხდება მწარმოებელი იძულებული გააძვიროს პირობებს უყენებს. ნახეთ რა ხდა ნელა მთელი მონოპოლიზება მოხდა ქსელური მარკეტების. ამ ახლა ერთმანეთში დათქმული პირობები, გარიგება, კარტერული, რომ დაუშვათ კომპანია Mars, დაუშვათ კომპანია საღეჭი რეზინი, რომელსაც შემოაქვს, დაუშვათ 1000 კიდე სურსათი სხვა იმას, რომ ამათთან ჩვენ არანაირ მოლაპარაკებაზე არ წევართ, სად გაყიდიან, მაინც ჩვენთან მოვლენ. აღარ არის ჩვენ სიკეთ ქსელი, ხომ უნდა გაყიდოს, სად გაყიდეს, ახლა ფაბრიკაში ხომ არ გამოდებს და იქ ხო არ მივა მოქალაქეს აყიდლად, ხო? ამიტომ ესენი უკვე იძულებული არიან, რომ ამ მარწუხებში მოექცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაამზადებთ პროდუქციას, ვერცად ვერ მოახდენთ რეალიზაციას, იმას ვადა გაუვალ 1000 მერე კიდევ პრობლემები იქნება დამატებით. ანუ ნახეთ ახლა არითმეტიკულად. მაშასადამე 3.90, რომელიც იყო ის ფასი, რომლითაც თავისუფლად შეეძლო მწარმოებელს გადაეცა რეალიზაციისათვის, იძულებული გახდა ამ კაბალული ხელშეკრულების გამო 66.5% დაამატოს, რომ უკან დაბრუნებული 40% არ წავიდეს ქვემოთ თვითღირებულებაზე. ეხლა რა გვაქვს? 6.50-ში უკვე მიიღო ქსელურმა პროდუქცია, მაგრამ ამას კიდე უნდა დაამატოს თავისი ფასნამატი. ეს არის სულ მინიმუმი 20%. ყველაზე მინიმუმს ვიღებთ. ქსელური მარკეტი კიდე თავის ფასს ამატებს. რა თქმა უნდა, იმან უნდა დაუმატოს თავისი მოგება, ფასნამატის მოგება. მინიმუმი 20%-იანი აქვს ფასნამატი. ნუ ახლა საუბარი არის სიგარეტზე და რაღაც. ეს ზოგადად ისეთ პროდუქტებზე, რაც მასიური მოხმარების კალათა არის ჩვენთვის. 7.80. ანუ, ნახეთ სად მივედით. მაკარონის ფაბრიკის მწარმოებელმა რო დაამზადა ჩვენთვის, მოქალაქისთვის ერთი მაკარონი და რომლის თვითღირებულება 3.30 დაუждდა 3.90 თავის ღირებულებით, ჩვენამდე მოვიდა 7.90-ში. ეხლა საინტერესო ფაქტორზე გადავიდეთ კიდევ. ეს ხო ჯერ ერთი უკვე 160%-იანი არის ფასნამატი, ყველაზე გაწურული. აქ თუ დავუმატებთ კიდევ რეტრო ბონუსი თვეში რო აქცია უნდა მიცეს, აქციო თვითღირებულებაზე დაბლა. აქ თუ დავუმატებთ იმ ერთი წელიწადი თაროს ღირებულებას, აქ თუ დავუმატებთ რაღაცას ვადაგასვოს, რომელიც ხელშეკრულების პირობების თანახმად უკან იბრუნებს მწარმოებელი, კიდევ ფინანსური რისკებია, ხო? კიდევ იზრდება აქ რისკები და კიდევ შეიძლება მომატება მოხდეს ფასის. ეხლა ნახეთ, საინტერესოა რა არის. დღეს რო ხელისუფლება გვეუბნება ჩვენ. მე ზრდა მაქვს ეკონომიკურიო და აჰა მეტი შეუნდის გადასახადებიო. 6.50-დან ამა 20% გამატა და 7.80 მივიღეთ. 7.80-ად რომ თქვენ შეიძინეთ ერთი პაჭკა მაკარონი მარკეტში, იქ თქვენ უკვე DGG-ს გადამხდელი ხართ, გარკვეულწილად, იმიტომ რომ იმ 7.80-დან ჯამურად 1.21 DGG უნდა შევიდეს ბიუჯეტში. იმაში უკვე ჩადებულია ყველა ღირებულება. ნუ მინუსი იქ ელექტროენერგია რაც გადაიხადა და შემდეგ. აქ რომ cashback-ი უკან დაბრუნდა, cashback-ის უკან დაბრუნებაში 6.50 და 3.90 შორის ხობა ეს არის 2 და 60, ამისი კიდევ DGG არის 40 თეთრი. ანუ ჯამში ლარი და 61 ამ კარტერული გარიგებით სახელმწიფო მიიღო. ჩვენ რა თქმა უნდა ვიყოთ კმაყოფილი და გვიხაროდეს რომ სახელმწიფოში ბიუჯეტში ფული მეტი შედის, მაგრამ მე მაქვს მეორე შეკითხვა. რის ხარჯზე? პენსიონერის აღარიბების ხარჯზე, როდესაც პენსიონერი ერთ პაჭკა მაკარონში იხთის 7.80, როცა შეეძლო პირობითაც ეს 5 ლარში და ჩატეულობა. პირობითაც საუბრობთ ფასებზე, იმიტომ რომ ერთი შეკვრა მაკარონი შესაძლოა არ ღირდეს. შესაძლოა არ ღირდეს, მე ვსაუბრობ პირობითად ფასებზე, რომ არითმეტიკული ფორმულით დავასაბუთო რასთან აგვაქვს საქმე. ეხლა დავждები თქვენის ნებართვით შეიძლება. ეხლა თავარი რა არის? ჩემო ტელემაყურებლებო, აქ ხო დღეს არ არის დღევანდელი გადაცემა პოლიტიკური გემოვნების საგანი. ისევე როგორც თქვათ ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ნებისმიერ ამომრჩევეს და მოქალაქეს არსებობა ჭირდება, ხო? კი ბატონო. საარსებო თქვენ ყველამ უნდა შეიძინოთ ეს პროდუქცია. ეხლა
როცა თქვენ თვლით, რომ ოპოზიცია განსხვავებული აზრით განწყობილი მოქალაქე ეს ებრძვის ხელისუფლებას და ჩვენ მშვიდობა არ გვექნება და deep state არის ამისტერი, აქ რა გვიშლის ხელს ახლა თუ პირობითად მაკარონი იქნება იაფი, მაინც ომი იქნება. აი ეს მინდა გაიგოთ რასთან აქვს საქმე. თავას სხვა მარკეტებში რა ხდება, ქსელურ მარკეტებში. კარგი კითხვა არის, დავიმახსოვრებთ მაგ კითხვას, მაგამდე მივიდეთ. ეხლა თავარი რა არის? რატომ ხდება ეს? და სად არის ამ დროს შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს სამსახურები და ანტიმონოპოლიური სამსახური? მართალია კაპიტალიზმი და საბაზრო ეკონომიკა ეს არის თავისუფალი ურთიერთობა საწარმოებსა და მეწარმეებს შორის, მაგრამ რაღაც რეგულაციის კანონი თუ არ შემოვიღეთ, ეხლა რას მეუბნებიან ეს ქსელულის მარკეტებით, ყველაზე ჭკვიანები ვართ ჩვენ და ყველაზე მეტი ფული ჩვენ მიტოვიშოვეთ, სხვას მჯობი ვარ ჭკვით, არა ჩემო ბატონო, ხერთა ხელი მოგიმართოთ, რა თქმა უნდა ჭკვიანი ხართ, რა თქმა უნდა აზრიანი ხართ, მაგრამ გეტყოდით, მოწიწებით, ერთ რამეს ძლიეთ სიხარბესა თქვენსა და ნუ ძარცვავთ ქართველ ხალხს. ძალიან გთხოვთ, გონს მოვეგოთ რას ვაკეთებთ. აგერ არის ფაქტი და კიდევ ერთი ფაქტი იმ კითხვას ვიმახსოვრებ, არ დამვიწყებია. კიდევ ერთი ფაქტი. საფრანგეთში წყალი 0.5 ლიტრიანი 10 ცალია შეკვრაში და 2 ევროღის შეკვრა. მასწავლამ 1 ცალის ფასი გამოდის 60 თეთრი. ეხლა მიბრძანდით ჩვენს მარკეტში და ბაკურიანი პირობითად რა არის 80 თეთრი, ზოგან ლარიც და ზოგან 90 თეთრის. კაცო, კარგი ტექნოლოგიები არა გვაქვს, განვითარებული არა ვართ ინდონეზია, მაგრამ წყალი ქვეყანაში სადაც ყველა ჩიხში როგორც გახვალ ქალაქგარეთ მოდის ბუნებრივად წყალი. კითხვა არა გვაქვს, რატომ იყიდება წყალი მარკეტში უფრო ძილად ვიდრე პარიზის მარკეტში? მაშინ როცა პარიზის Forbes-დან ამოვიღე ციფრი, საფრანგეთის მინიმალური პენსია 1170 ევროა. 1170 евро, მას სადამე 1170 ევროიანი პენსიონერი იხდის 60 თეთრს ნახევარლიტრა წყალში და ჩვენ 400 ლარიან პენსიონერს ვახტებიებთ 80 თეთრს. ეს ხო ამას ხო არ ჭირდება ბევრი დასაბუთება და გთხოვთ ხელისუფლება, ძვირფასო ხელისუფლება, ეს ხომ არ არის პოლიტიკური განსხვავებული აზრი. მიხედეთ ამ საქმეს. ვინ დგას ამ ქსელულების უკან? ვისთან რა მიდის, ვისთან რა წილები მიდის და ვისი ინტერესები არის, თუ არ მიხედავთ, მაშინ ეს კიდევ დამატებით გარკვევის საგანი იქნება. ეხლა თქვენ კითხვა დამეშვით და კარგი კითხვა არის და საინტერესო კითხვა არის. ხო, კერძო მარკეტებში რას უძახეთ ეხლა ჩვენ აპირობისად მოქალაქეს სელური რომელიც არის. სელური რომელიც არის და არის კერძო ერთი მარკეტია ოჯახს და აქ ხომ ეს სქემები არ არის, რატომ არის? ნახეთ რა არის. ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში სელურ მარკეტსა და მწარმოებელს შორის გაწერილი არის ასეთი რამ. თუ კი მე აღმოვაჩენ რომ შენ პროდუქცია უფრო იაფად იყიდება, სადმე და ეს შენ უნდა მოაგვარო, ვიდრე მე საბოლოო 7.80 დავადები სარეალიზაციო ფასი, საჯარიმო სანქციები იქნება წამოყენებული. ანუ ეს უკვე მწარმოებელი იძულებული არის იმ დარჩენილ 10%-ში კერძო მარკეტს რომ უძახით, აუწიოს ფასი იმოდენაზე რომ იმას 7.80-ზე დაბლა ვერ გაყიდოს და უკვე იქაც უკვე აი ეს საცეცეები არის იქ უკვე მოსული, რომელმაც მოახტო ხალხი. ეს ყველაფერი ბატონო კობა ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელებისთვის არ არის ცნობილი. მოდი ასე ვილაპარაკოთ. არა, გვაქვს ჩვენ ისეთ სახელმწიფო ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს უნდა აკონტროლებდეს. რა თქმა უნდა. და თუ გვაქვს, მაშინ რეალურად რატო? რა თქმა უნდა, არის, მე არ ვიცი ზუსტად, ხა მინდა მოვიკვლიო მაგ საკითხით ალბათ როცა გვექნება შემდეგი შეხვედრა ვიტყვი, არის რომელიღაც ევროპის სახელმწიფოები, მათ შორის არა ისე განვითარებული, არამედ მეერე შეერთებული სოციალისტური ყოფილი საბჭოთა ბანაკის მომენტიდან, სადაც რეგულაციის ანტიმონოპოლიური კანონი არსებობს და გარკვეულ ამ პროცენტულ ურთიერთობებს არეგულირებს წარმოებებს ან იმპორტიორსა და საცალო მოხმარებებს შორის და თუ კი ამას გაცდება პირობითად 35%-იან ზღვარს, ისეთი საჯარიმო სანქციები დაუდგება ერთსაც და მეორეს რომ მთელი ცხოვრება ვალებიდან ვერ ამოვლენ. ეს ხომ არ არის, ეს ხომ არ არის ხალხო, თუ კი Facebook-ზე თუ რაღაც კრიტიკულ განცხადებაზე, ლაიქზე ერთ დღეში მიიღეთ კანონი, რომ სასამართლოებში დაკითხვაზე იბარებთ. ამას ხო დაგიგეჭეთ ყველაფერი. ხო აგიხსენით ყველაფერი. არ ვამბობ არაფერს. ერთ თვეში, ორ თვეში მაქსიმუმ თქვენ შეგიძლიათ დაარეგულოთ ეს უბედურება, დაარეგულოთ ის, რომ არ ძარცვებოდეს ჩვენი ხალხი და მიხედოთ ამ საქმეს, თუ ამას არ მიხედავთ, მაშინ შემდეგ სტუდიაში უკვე თავაწეულად ვიტყვი, რომ ინტერესები არის კონკრეტული ვიღაც სახელმწიფო მაღალ ჩინოვნიკების იმაში, რომ აქ არის მისი ფინანსური პირადი ინტერესები და მით არ კეთდება ეს საფუძველი მექნება და მით ვიტყვი. მაშინ რატო არ ხედავთ ამ საქმეს? მაშინ რატო იძარცობა? ეს ხო თქვენ შვილებს, თქვენს მშობლებს, თქვენ ძმებს, დებს ისე ეხება როგორც
კრიტიკულად განწყობილ და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეს. ეს ხო ჩვენი საერთო პრობლემა არის. ამ საერთო პრობლემას გავწიოთ ყველაფერი გვერდზე პოლიტიკური ინტერესები და მივხელოთ ისე როგორც ეკადრება ჩვენს მოხუცებს, ყველაზე სათულს, ვინც პენსიიდან პენსიამდე ცხოვრობს, ხო? ბატონო, კიდევ ერთი შეკითხვა გამიჩნდა, მაინტერესებს. ეს ფასები, ეს ქსელური მარკეტების ასეთი ზეწოლა მარტო ქართველ თქვათ მწარმოებლებზე ხორციელდება თუ პროდუქციის დიდი ნაწილი ხო ჩვენ შემოგვაქვს სხვა ქვეყნებიდან? შემოტანულ პროდუქციაზეც იგივე ხდება? რა თქმა უნდა, იგივე ხდება. იმპორტიორი და მწარმოებელი, ანუ პროდუქციის წარმოშობის ორი საფუძველი არსებობს. წარმოება ან იმპორტი. იმპორტი არის როცა გააბაჟა, საბაჟო დეგეგე გადაიხადა და დაასაწყობა და თვითღირებულებაში აღრიცხა ის ფასი, რა ფასიც პირობითად წარმოებელს დაუჯდა, ხო? იქედან იბადება წარმომავლობა ფასის. ამის შემდეგ ეს სქემები ვრცელდება როგორც მწარმოებელზე, ასევე იმპორტიორზე. ერთ ბეთქვეშ არის ყველა მოქცეული ესენი რა. და ძირითადად ანუ ფაქტურად რა მივიღეთ რომ ვინც ქვეყნის ეკონომიკაზე ეხლა ამ ყველაფრის ფონზე ნახეთ აქ რო ინვესტიცია ჩავდო მე პირობითად რომ მქონდეს საშუალება და ვიფიქროთ რაიმე საწარმო შექმნაზე რისკების წინაშე ვდგევარ აღარ ჩავდებ, ვეღარ ჩავდებ. ახლა იმპორტი კიდე როგორი თემაა, იცი, კარგი შემოიტან დაუშვათ ერთ მანქანას, გაყიდე როგორმე წვალებით და შემდეგ აღარ შემოიტან და მე რო ინვესტიცია ჩავდო, შენობა ნაგებობა უნდა ავაშენო, მოწყობილობების ჩარხი დანადგარები უნდა ვიყიდო, ნედლეული უნდა შევიძინო. ხოდ უშველებელი რისკების წინაშე ვდგავ, რომ ვაი, მე ამის მერე რა ხდება და აი ეს ყველაფერი ინვესტიცია უკვე არის წყალში გადააყრილი და შეიძლება გაკოტრების პირას მივიდე, ხო? აი ამიტომ ნახეთ და ყველაზე საინტერესო ნახეთ რა არის აწყობს ეს ხელისუფლებას. ახლა რატო აწყობს გეტყვით? პირველი ის პიროვნება ადამიანი, ვინც აქ ხელფასს იღებს პირობითად 600 ლარს, იგივე წახან მედაზე რო საუბრობთ. ამ საფასო პოლიტიკით ვეღარ ირჩევს თავს და უკვე პრობლემის წინაშე დგას. აქ მუშაობას თავს ანებს და მიდის ესე იტალიაში მოხუცის მოსავლად. ეხლა ის რო წავიდა და მიემატა აქ რო გამოაკდა რაოდენობას მოსახლეობისას და იქ რო წავიდა, იქიდან ხო მეტი ვალიუტა შემოვიდა ქვეყანაში და რაზე დგას? ძირითადად ზამილებზე. აი ეს არის რაც აწყობს. ეხლა ეს ხდება ქვეყანაში ამოვწერე წეხან როა მეთქი ზუსტი ციფრები ამოვწერე, ეს ხდება ქვეყანაში სადაც 2024 წლის მონაცემებით 764,759 მოქალაქე იღებს სოციალურ საარსებო შემწეობას. მათ შორის ამ ციფრში 253,573 არის 16 წლამდე ბავშვი. კაცო, 3,900,000-ში 800,000 თითქმის ყავს სოციალურად დაუცველი. და წყალი გაქვს უფრო ძვირი ვიდრე პარიზში. პატრონი თუ ყავს საერთოდ ამ ყველაფერს. მე რა არის თერმიგოდურება ნახეთ თქვენ რო პირობითად მოქალაქე ვიღაცამ რა მნიშვნელობა აქვს აი ეს რო აქვს შესაძლებელი და ის რო დაუშვათ არის სტილისტი დიახ თქვენ რო მიხვედით სტილისტთან ამან ადგა და მომსახურეობა თუ პირობითად იყო 20 ლარი გახადა 40 ლარი გეუბნება რა ვქნა მე ხვალ ოჯახი რო გამოვყვებო იქ სიძვირი რო არის მეც უნდა გავაძირო სახში რო დაგიზიანდათ პირობითად სანტექნიკა და გამოიძახეთ სანტექნიკი მან თუ უნდა აიღო მის ეგრეთ ასე ვთქვათ ხელობაში შრომაში 40 ლარი მოითხოვა 80 ლარი ანუ ჯაჭვური რეაქცია მოდის აქედან რატო მოდის იცით სურსათის საკვების გარშე ადამიანი ვერ იარსებებს პირველი არის საკვებიდან მერე იწყება სხვა დანარჩენი მოხმარება სხვა სამოხმარებლო კალათა ცხოვრების სხვა მოთხოვნილობების დაკმაყოფილება და ეს არის სათავე და საფუძველი ამ ჯაჭვური რეაქციისა. აი აქედან მოდის და ვის სარგებლობს ამითი? რა თქმა უნდა პირველ რიგში ამ ქსეულის მეპატრონეები, მაგრამ მოსაკითხი არის ეს ამბავი და საინტერესოა ვინ დგას ამ ყველაფერში. ნამდვილად, იმიტომ რომ პირადად მე დამჩა ისეთ შტაბ-ჭრილება, რომ ბიუჯეტის გარდა ეს თანხები, რომელზეც თუ არც ისეთ ცოტა თანხებზეა საუბარი, კერძო პირების ჯიბეშიც ჩადის. თქვენ წარმოგიდგენიათ რა კოლოსალურ თანხებთან აგვაქვს საქმე. ეს ახლა ერთი პროდუქციის პირობითად მაკარონის მათემატიკური ანალიზი გავაკეთე და მოდით ახლა შევხედოთ დავუშვათ რა სახეობები და რამდენი სახეობები არის წარმოდგენილი ქსელურ მარკეტში, ხო? და რა ციფრებსთან აქვეყნებდა და ამას ქვია არასაბაზრო ეკონომიკა, ოლიგოპოლიური კარტელური გარიგება, ხალხის გაღატაკების და ხალხის კეთილდღეობის წინააღმდეგ. აი ეს არის ეს და ამას უნდა მიხედვა, ამას უნდა პატრონი,
აქ არ არის პოლიტიკური გემოვნება ვინ ვის მოწონს, აქ არის ყველა ვართ ერთ სახარში, იმიტომ რომ ყველას გვინდა არსებობა და ყველას გვინდა კვება. დაახლოებით იგივე ტენდენცია წამლებზე, მედიკამენტებზე ფასების დასთან დაკავშირებით იყო, შემდგომ გააკეთა მაშინდელმა პრემიერმა განცხადება, რომ ამ საკითხს მოევლებოდა და გარკვეულწილად თითქოს თურქული მედიკამენტების ჩანაცვლებით ფასები შემცირდა. მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ მოხდა მედიკამენტებზე ფასების დაწევა, ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს, ამაში ალბათ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პენსიას იღებს და ვიც არ უნდა გააჩეროთ, ყველა ამას გეტყვის, რომ წამლებმა ისევ მოიმატა ფასი. ანუ რა აზრი აქვს ბატონობა ამაზე საუბარს, თუ ამ ყველაფერს შვენივრად, აი ნახეთ, თუ ეს ყველაფერი არ ხდება სახელმწიფოს, ესე ვთქვათ, ნების გარეშე. რა თქმა უნდა. საბოლოოდ მივდივართ იქ, რაზედაც მე-200 დღე არის უკვე ხალხი დგას გარეთ. ეს არის ავტორიტატული, მივედით თუ არა, რომ კორუფციული სქემა არის ქვეყანაში და ამ ყველაფრის შედეგია ეს დალაგებული კარტელული გარიგებების ვერტიკალის გამოყენებული შედეგი. ეხლა როცა დავობთ იმაზე, რომ ვინ ვარგა პოზიცია, ოპოზიცია, ხო, აქ ხო ყველა ერთი ვართ ამ სახარში. აი ეს რო ხდება აქ, ხო? მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ აქ არის მოდით შეგისწორებთ თუ არ გამინაწყვეტებით, არა ვართ ერთი, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებსაც თვეში აქვთ 380 ლარი ხელფასი და არიან პარლამენტარები, რომლებსაც დღეში აქვთ 384 ლარი ხელფასი. იმათთვის ეს შესაძლოა მაგაცი არ ვსაუბრობ. ის ვისაც ის პარლამენტარები და ის რო თვეში აქვთ 12000 ლარი ხელფასი, იმათთვის ნოყიერი ნიადაგი არის ის ხალხი, აი ხლა გარეთ რო გავიდეთ აქ და პირობითად აგერ ბირჟაზე რო დგას და მეუღლე რო უგზავნის იქედან ევროს და კარგად არის ყველაფერი და იდეალურად არის ყველაფერი გონია და რომ მიდის და 51 ირჩევს და არ ფიქრობს შეიძლებოდა თქო რომ უკეთესი რაიმე შექმნი ქვეყანაში. მე ამ ხალხზე ვამბობ ერთია თორე მისთვის რა მნიშვნელობა აქვს ახლა 12000 ლარიანი ხელფასი კი არა, იმის იქეთ კიდე რა ბიზნესები აქვს და რა კერძო ინვესტიცია აქვს შემოსავლები კიდე დამატებით, იმათთვის ახლა დიდად არ არის ეს თავის ტკივილი მესმის. მე გეუბნებით იმ რიგით ადამიანებზე, როცა საარჩევნო ჯიხურში შევდივართ, როგორც რიგითი მოქალაქე და ერთი რო თქვა ფიქრობს, რომ ყველაფერი არის თავარია ომი არ იყოს, ყველაფერი დანარჩენს მოევლება და არ ფიქრობს რა ხდება, იმათთვის დავდები და დავალაგე და დავთვალე ეს ციფრები. მაგაცე მაქვს საუბარი. ამაზე არანაირი პოლიტიკური გემოვნება განსხვავებაში არ არის. ამაზე არის ერთი პრობლემის ქვეშ ვართ ყველა. და კიდევ აგერ ვიმეორებ. ერთი თვე, ორი თვე თუ ეს ეთერში ახლა გახდება მოსმენა და ხილვადი, მოიკითხოს შესაბამისმა სამსახურებმა რა არის ეს, რა სქემებია ეს და რატო ღირს პარიზში წყალი უფრო იაფი ვიდრე ქუთაისში. მარტივი რაღაცაა, ხო, რა თუნდა მას ბევრი გარჩევა და აი ეს სქემები რაც არის დალაგებული, ხო? ეს წოდომა ნებისმიერ სამსახურს შესაბამის საკუთრება გამოითხოვოს ხელშეკრულებები და გადახედონ რა არის გაწერილი ხელშეკრულებაში პირობები. ვიდრე დაგემშვიდობებით, კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. ფასები გასაგებია. ყველამ ვიცით რომ არის გაზრდილი ფასები, არის მაღალი ფასები. მოდით ასე დაგისვამ შეკითხვას. საქართველოში ფასებია მაღალი თუ ხელფასებია დაბალი? არა. ხელფასები, ნახეთ, ორი დიაგრამა გვაქვს. ერთი ქვევით მიდის, მეორე ზევით. რატო? ის ხელფასი კი არის იზრდება, რეალურად პენსიონერს 50 ლარი თუ 40 ლარი მოუტანეს. კი არ გაიზარდა, მოიკლო. იმიტომ რომ სყიდველობითი უნარი აღარ არის. ხელფასები არის დაბალი, ხელფასები რეალურად მცირდება. 100 ლარი ფული ხო აღარ არის ახ ადამიანს რო კითხო, ნებისმიერ მოხალხეს გარეთ გავიდეთ და ვკითხოთ, არ უცებ ხრება, ხო? და ეს როცა ზევით მიდის, ესენი პარალელურად კი არ ბიდიან. ერთი ურთიერთსაწინააღმდეგო თვირბიან და შედეგიც გვაქვს სახეზე. ამოდენა ემიგრაცია. და ნახეთ გუშინ კიდევ ერთ საინტერესო რაღაც ამოვიღეთ ციფრები. ძალადობა ოჯახური 8744 ფაქტი იყო 2024 წელს. 2012-ს 2722. და თუკი გამოვიკითხავთ, ნახეთ, ეს ოფიციალური მონაცემებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ვებ-გვერდზე დებს. 8744 ოჯახური ძალადობის ფაქტის შემაკავებელი ორდერია გაცემული და 2015 წელს ბოდიშით 2722. და საბუთელი არის ძირითადად იცით? ეკონომიკური სიდუხჭირე.
ეკონომიკური სიდოქშირის ნიადაგზე ხდება კონფლიქტები. ეს არის უმეტესი საფუძველი. მასადამე, აი ამ ყველაფრის გამო ოჯახები ინგრევა. ხალხი ქვეყნიდან გარბის. სიკვდილიანობა 40,000-ით მეტი იყო გასულ წელს ვიდრე შობადობა. კი ბატონო, და ამის შემდეგ მივდივართ წინ და მივდივართ ღირსებით ევროპაში, არა ჩემო ბატონებო. და ბოლოს მინდა დავამთავრო მათედევიძის სიტყვებით. უსასრულო ჯუჯუხეთში სინათლისკენ მაინც მივდივართ. არ იქნება საქართველოში ვერ ჩაკლავ თავისუფალ სულს. და ამ ყველაფერს იმ ნაპერწკალს მათედევიძემ რო თქვა, მაინც მოყვება ალი, იმიტომ რომ ქართველი ვერ იქნება ვერასოდეს დამონებული და ვერ იქნება ვერასოდეს მარწუხე ბურკილებ დადებული, როცა მას ეს ბურკილები არ ეკუთვნის და ეს ერთიანად იფეთქებს. ამიტომ დროზე ჯობია გაკეთდეს ის, რასაც მთელი მსოფლიო მოუწოდებს ხელისუფლებას და დემოკრატიული თანაბარ პირობებში, ახლა ისევე საარჩევნო იმას უბრუნდებით, ხო? თანაბარ პირობებში მე ვერ გავალ ფეხბურთის სათამაშო სტადიონზე, სადაც ყველა მსაჯი მეორე მხარის არის, სადაც ყველა მაყურებელი მხოლოდ იმას უჭერს მხარს და სადაც სტადიონი მოწყობილი არის ისე, რომ პირობითად ჩემი კარებისკენ აღმართია და იმის კარებისკენ დაღმართი არის. მარტივად რო ვთქვა, ხო? ამიტომ ამას ყველაფერს უნდა მიხედოთ, აი ეს რაც დავდები ეს ციფრები კეთილინებეთ, მოიკითხეთ და რატომ ვაღატაკებთ და ვაშიმშილეთ პენსიონერებს გაარკვიეთ ხალხო. და მარტო პენსიონერებს? პირობითად ეხა ყველაზე მეტი მოწყვლადი ფენა არის პენსიონერი და მიტო ვამბობ პენსიონერებს. ძალიან დიდი მადლობა რომ მას დეტალურად ჩაგუშალეთ ეს თემა და შევეცადეთ მაყურებლისთვის გვეთქვა რა განაპირობებს მაღალ ფასებს, მაგრამ ცალკე საკითხია ვინ გამოეხმაურება სახელმწიფოს მხრიდან და რამდენად მალე გამოეხმაურებიან ამ საკითხს და რამდენად მალე მოხდება ამ პრობლემის აღმოფხვრა. რა გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს, უიმედობას ნამდვილად არ ვთესავ, მაგრამ უკეთესის მომავლით გემშვიდობებით. არა, როცა იმედი არ გვექნება და როცა შემართება არ გექნება, ბრძოლის უნარს დავკარგოთ და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამიტომ კი. კი ბატონო, ნახოთ აბა რას მოიტანს ჩვენ დღევანდელი გადაცემა და ვინ გამოეხმაურება და რამდენად ჩათვლიან საჭიროდ ხელი შეუწყონ მოსახლეობის. მოიკულიეთ, შეამოწმეთ, გადახედეთ და ნახეთ რა ხდება. დიდი მადლობა ბატონკოვა, დაგემშვიდობებით. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახდათ ქუთაისის საკრებულოსა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კობა გურული. მადლობა რომ გვიყურეთ. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე. მე გატივის არხზე მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ნახვამდის. დიდი მადლობა.